მოგესალმებით. თქვენს მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დღეს ჩვენ ერთ-ერთ ალბათ ყველაზე მტკივნეულ და მრავალშრიან ქართულ რომანს მიხეილ ჯავახიშვილის ჯაკოს ხიზნებს ჩაუღრმავდებით. გამარჯობა. ჩვენი მისიაა, რომ უბრალოდ სიუჟეტის მოყოლას გავსცდეთ და იმ კოდების გაშიფრვა ვცადოთ, რომლებიც ჯავახიშვილმა ამ ტექსტში, ესე იგი, დამალა. ვნახოთ, რას გვიყვება ეს ნაწარმოები სინამდვილეში პერსონაჟების სიმბოლოებისა და მათი არჩევანის მიღმა. დიახ, და ამ კოდების გასაშიფრად მთავარი გასაღები ალბათ მაინც კონტექსტია. წარმოიდგინეთ, 1924 წელია. სულ 3 წელია გასული საქართველოს გასაბჭოებიდან. აი, ახლახან ჩაახშეს აგვისტოს ეროვნული აჯანყება. ყველგან ტერორია, ცენზურა. პირდაპირ ვერაფერ სიტყვი. ზუსტად. და სწორედ ამ დროს წერს ჯავახიშვილი ამ რომანს და როგორც თქვენს ერთ-ერთ წყაროშიც ვკითხულობთ, თავად ამბობს: ჯაკო, გმინვაა ჩემი სულისა. ეს ანუ არაა უბრალოდ ლიტერატურა, ეს არის შემოქმედებითად შენიღბული კივილი. სწორედ ეს გმინვა ხდის ალეგორიას ასეც ხაც. თქვენს მასალებშიც ჩანს, რომ მთელი კონფლიქტი ფაქტობრივად 3 მთავარი ფიგურის გარშემო მოტრიალებს, რომლებიც უბრალოდ პერსონაჟები არ არიან. ესენი არიან თავადი თეიმურას ხევისთავი, ინტელექტუალი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ აი არაფრის კეთება არ შეუძლია. უმოქმედო კი. მისი მეუღლე მარგო და, რა თქმა უნდა, თათი ხიზანი, ჯაყო ჯივაშვილი, ველური, გაუნათლებელი, მაგრამ წარმოუდგენელი სასიცოცხლო ენერგიის მქონე კაცი. მაშასე, ამ კონფლიქტის ცენტრში 3 ფიგურაა. ალბათ ლოგიკურია დავიწყოთ იმით, ვისაც ყველაფერი ეკუთვნოდა თავიდან თეიმურას ხევისთავით. დიახ, თეიმურაზი. რომანში მას ცოცხალ ენციკლოპედიას ეძახიან. თქვენს წყაროებში მოყვანილია ციტატა, სადაც აღწერილია მისი ცოდნის დიაპაზონი, ანუ ყველაფერი იცის, ხო? კი, სუდანის ირიგაციიდან დაწყებული, რომელიღაც ახალი მნათობის აღმოჩენით დამთავრებული. მაგრამ ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ ამ კოსმოსური მასშტაბის ცოდნის პატრონი საკუთარ სახლში, საკუთარ მამულში აბსოლუტურად უსუსურია. ვერც ხარჯს ითვლის, ვერც მოსავალს უვლის, ვერც ოჯახს იცავს. და ის არ არის უბრალოდ პერსონაჟის ნაკლი. არა, რა თქმა უნდა. თქვენს მიერ მოწოდებული ლიტერატურული ანალიზი მას პირდაპირ ასე ახასიათებს: უნაყოფო სიკეთის, უმოქმედობისა და ილუზიური ჰუმანიზმის განსახიერება. თეიმურაზი არის მთელი იმ სოციალური ფენის ალეგორია ქართველი არისტოკრატიისა და ინტელიგენციის, რომელსაც ძველი სამყარო თავზე დაემხო. მათი ცოდნა, ევროპული განათლება, იდეალები, ყველაფერი უსარგებლო აღმოჩნდა ახალი ბრუტალური ბოლშევიკური რეალობის წინაშე. თეიმურაზის პირადი ტრაგედია ფაქტობრივად მთელი ერის ტრაგედიის მოდელია. ის განათლებულია, მაგრამ უმოქმედო, კეთილია, მაგრამ უუნარო. და ამ უმოქმედო ინტელექტუალის ფონზე შემოდის ჯაყო, რომელიც სრულიად პირველყოფილი ენერგია. ავტორი მას ქალაქში შემოვარდნილ დათვს ადარებს, რაც ძალიან პირდაპირი მეტაფორაა რა. კი, და ერთი შეხედვით თითქოს მხოლოდ უხეშობასა და გაუთლელობას ანიშნავს. კი ბატონო. მაგრამ თქვენს წყაროებში პირდაპირ არის მითითება, რომ დათვი, როგორც სიმბოლო, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, პირდაპირ რუსეთთან ასოცირდება. ასე რომ ეს არაა უბრალოდ პერსონაჟის თვისება, ეს პოლიტიკური კოდია, ჯავახიშვილი გვეუბნება. ეს არაა უბრალოდ ერთი უხეში კაცი. ეს არის ის უცხო, მტაცებლური ძალა, რომელმაც ქვეყანა დაიპყრო. გასაგებია. და ისიც საინტერესოა, როგორ აკეთებს ამას. ჯაკო თავიდან თავს ისაწყალს, ხიზნად შემოდის, თითქოს მფარველობას ითხოვს, მაგრამ ნელ-ნელა თავისი მოხერხებულობითა და უტიფრობით ყველაფერს ეპატრონება. დიახ, ის არ არის უბრალოდ ბრუტალური ძალა. ის მზაკვარია. ჯერ თეიმურაზის ქონებას ისაკუთრებს. და შემდეგ განძს. შემდეგ მის საგვარეულო განძს იპარავს და ბოლოს კულმინაცია. მის ცოლს მარგოსაც თავისად აქცევს და ამ ორ პოლუსს, ამ ორ სამყაროს შორის მოქცეულია სწორედ მარგო. მისი გადასვლა თეიმურაზისგან ჯაკოსთან ფაქტობრივად რომანის მთავარი კატასტროფაა. და აბსოლუტურად ლოგიკურადაც თქვენს მიერ მოწოდებულ კრიტიკულ ანალიზში მარგოს სახე თითქმის ერთხმად არის აღიარებული საქართველოს ალეგორიად. დიახ. ერთ-ერთ წყაროში ვკითხულობთ ფრაზას, რომელიც ჩემი აზრით მთელი რომანის გასაღებია. ქალი ქვეყანაა,
კაცი ამ ქვეყნის ფლობელი. ამ ლოგიკით მარგოს ბედი პირდაპირ ასახავს საქართველოს ბედს. ის მიტოვებულია თავისი ტრადიციული ისტორიული მფარველისგან. თეიმურაზისგან? ინტელექტუალური, მაგრამ უუნარო თეიმურაზისგან და ხდება უხეში დამპყრობლური მტაცებლური ძალის ჯაკოს მსხვერპლი. ეს მარგოს პერსონაჟის წარმოუდგენლად ტრაგიკულს ხდის. ის არაა უბრალოდ ქალი, რომელიც არასწორ არჩევანს აკეთებს, არამედ მთელი ქვეყნის ბედის პასიური მძევალია. თუმცა საინტერესოა თქვენს მასალებში თუ არის საუბარი იმაზე, რამდენად პასიურია ის? აჰა. ხო არ არის მისი ჯაყოსთან გადასხვა ერთგვარი სასოწარკვეთილ მცდელობა, რომ უბრალოდ გადარჩეს, როცა ხედავს, რომ მისი კანონიერი მფარველი მას ვეღარ იცავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მარგო არ არის ცალსახად პოზიტიური ან ნეგატიური პერსონაჟი. ის არის სიცოცხლის მოუყვარული, ენერგიული ქალი, რომელიც თეიმურაზის გვერდით ფაქტობრივად სულიერად იხუთება. კი, უსიცოცხლოა მისთვის იქაურობა. ზუსტად. და ჯაკო მთელი თავისი სიუხეშით მისთვის სასიცოცხლო ენერგიის წყარო ხდება. ასე რომ მისი არჩევანი შეიძლება წავიკითხოთ არა მხოლოდ როგორც ღალატი, არამედ როგორც გადარჩენის ინსტინქტი. ის ირჩევს ძალას, რადგან ხედავს, რომ ძველმა სამყარომ თავისი ფუნქცია ამოწურა. ეს არის საქართველოს ტრაგედია არჩევანი, უმოქმედო, მაგრამ მშობლიურ წარსულსა და სასტიკ, მაგრამ სიცოცხლისუნარიან აწმყოს შორის. ეს პერსონაჟების სიმბოლური დაპირისპირება საოცრად ძლიერია, მაგრამ თქვენს მასალებში ვხედავ, რომ ჯავახიშვილი ამით არ კმაყოფილდება. ის კიდევ უფრო ღრმად მიდის. კი, განსაკუთრებით თეიმურაზისა და იმ ყოფილი მღვდლის ივანეს დიალოგებში. ეს საუბრები თითქოს რომანის ფილოსოფიური ბირთვია. ნამდვილად. ივანე იგივე ნახუცარი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიმბოლოა ვიდრე მთავარი სამეული. ის განასახიერებს პრაგმატულ, შემგუებლურ, კონფორმისტულ მასას. ეს არის ადამიანი, რომელმაც ახალ ათეისტურ რეჟიმთან შესაგუებლად ყველაზე წმინდაზე რწმენაზე თქვა უარი. ანაფორა გაიხადა. კი, და ახლა თეიმურაზს ასწავლის გადარჩენის ფორმულაც, რომელიც თქვენს წყაროებშიცაა ციტირებული. დაივიწყე ყოველივე და დაიხსომე მხოლოდ საკუთარი თავი და სარგებლობა. ეს ფრაზა დაიხსომე მხოლოდ საკუთარი თავი, უბრალოდ ივანეს პირადი ფილოსოფიაა, თუ ჯავახიშვილი ამით მთელი ეპოქის გადარჩენის ინსტინქტს ერთგვარ მორალურ კომპრომისს გვიხატავს. ზუსტად მეორეს. ეს არის იმ ეპოქის მანიფესტი, სადაც ძველი იდეალები, ღმერთი, სამშობლო, პატიოსნება ფეხქვეშ გაითელა. და ერთადერთ ღირებულებად ფიზიკური გადარჩენა იქცა, ნებისმიერ ფასად. ივანი არის ამ მორალური კაპიტულაციის ხორცშესხმა. მართალია. ის არ არის ბოროტი, ჯაკოს მსგავსად, მაგრამ მისი პრაგმატიზმი, მისი სულიერი სიცარიელე შესაძლოა კიდევ უფრო საშიშია, რადგან ის ამართლებს ყველაფერს. მათ საუბრებში ერთი განსაკუთრებით პროვოკაციული მომენტია, რომელსაც თქვენს მასალებშიც ვხვდებით. კი, ქრისტიანობაზე. დიახ, ივანე ამბობს, რომ ქართველთა თხისკანობა არასდროს ყოფილა ღრმა და ის მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად. სინამდვილეში კი წარმართობის ატავიზმი ყოველთვის ძლიერი იყო. ეს ხომ წარმოუდგენლად თამამი ნათქვამია იმ დროისთვის. თითქოს ავტორი ერის სულიერ საძირკველს აყენებს ეჭვქვეშ. აბსოლუტურად. ჯავახიშვილი ამ პერსონაჟების პირით სვამს ყველაზე მტკივნეულ კითხვებს. რა არის ჩვენი ეროვნული ხასიათის ბირთვი? რა იყო ჩვენი რწმენა ღრმა სულიერი არჩევანი თუ უბრალოდ პოლიტიკური თავდაცვის მექანიზმი? აჰა. ამ კითხვების დასმით ის აჩვენებს თუ რამდენად მოწყვლადი აღმოჩნდა ერი სულიერი კრიზისის წინაშე. როცა ეს ფარი მოეხსნა, მის ქვეშ სიცარიელე დარჩა, რომელიც ჯაკოებმა და ივანეებმა ძალიან მარტივად შეავსეს. ეს არის ჯავახიშვილის შფოთვა არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სულიერ ოკუპაციაზე. და ეს შფოთვა მხოლოდ ფილოსოფიურ დონეზე არ რჩება. რომანში არის ეპიზოდი, სადაც თეიმურაზი თავის მამულს გადაჰყურებს და პირდაპირ საუბრობს საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვაზე. კი, უწინდელ ქართულისა მეოთხედიც აღარ არის. მას ჩამოეცალნენ სამცხე და საათაბაგო, არტაანი, ჯავახეთი. ეს თითქოს პირდაპირი პოლიტიკური დეკლარაციაა. დიახ, ეს არ არის უბრალოდ ნოსტალგიური გოდება წარსულზე, ეს არის ძალიან კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი 1924 წლისთვის. ჯავახიშვილი მკითხველს ახსენებს, რომ ის რაც ხდება თეიმურაზის მამულში, ქონების ნაწილ-ნაწილ მითვისება სინამდვილეში ქვეყნის დონეზეც ხდება. ანალოგიური პროცესია? კი,
ის ფაქტობრივად პინასწარმეტყველებს იმ საფრთხეებს, რაც უცხო ძალის ბატონობის ქვეშ მყოფი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება. ეს არის ძალიან დახვეწილი, მაგრამ ამავე დროს ცალსახა პატრიოტული გზავნილი. ამ ყველაფრის ფონზე თეიმურაზი სრულ კოლაფსს განიცდის. ის კარგავს ხალხს, ქონებას, საგვარეულო განძს და ბოლოს მარკოსაც. ის ხედავს მარკოს ჯაყოსთან, მკვლელობაზეც კი ფიქრობს, მაგრამ ამასაც ვერ აკეთებს. ეს არის მისი სრული ფსკერი. დიახ. და სწორედ აქ ხდება ყველაზე საინტერესო რამ. მისი სრული მორალური, ფიზიკური და ინტელექტუალური დაცემა პარადოქსულად მისი სულიერი აღორძინების დასაწყისი ხდება. აი ეს არის გარდატეხა. კი. როცა ის კარგავს ყველაფერს, რაზეც მისი ძველი იდენტობა იყო აგებული, წარმომავლობას, ქონებას, წიგნებიდან ნასწავლს ფუჭცოდნას, ის იძულებული ხდება რაღაც ახალი საყრდენი იპოვოს და ამ საყრდენს ის რწმენაში პოულობს. დიახ. თქვენს მასალებში ვკითხულობ, რომ ის იწყებს სახარების კითხვას, კონკრეტულად კი მთაზე ქადაგებას. ფრაზა, რომელიც მისთვის მთავარი ხდება, არის ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, არამედ თუ მათ ღმერთი იხილონ. თითქოს მთელი მისი წინა ცხოვრება გონების ამავება იყო და ახლა ის გულის სიწმინდეს ეძებს. ზუსტად. ეს არის ტრანსფორმაცია. ის უარს ამბობს უნაყოფო ინტელექტზე და პოულობს რაღაც უფრო ღრმას, მარადიულს. ეს არ არის ივანესნაირი ფორმალური ინსტიტუციური რწმენა, არამედ ღრმად პირადი, შინაგანი სულიერი გამოღვიძება. ის აღარ არის ცოცხალი ენციკლოპედია, ის ხდება მორწმუნე ადამიანი. და რომანის ფინალი. ფინალი, სადაც თეიმურაზი შიომღვიმელივით ელოდება, ძალიან ძლიერია. უძლიერესი. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ ბერის მეტაფორაა, რომელიც განმარტოვდა და ლოცულობს. მაგრამ თქვენს მასალებში ვკითხულობ, რომ ამას გაცილებით ღრმა კონკრეტული პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ეს დეტალი ხო არ არის რომანის მთელი კოდის გასაღები. ნამდვილად არის. ეს ფინალი გენიალურია. რატომ მაინც და მაინც შიომღვიმელი? ხო, რატომ? როგორც თქვენი ერთ-ერთი წყარო გვეუბნება, სწორედ შიომღვიმის მონასტრის სიახლოვეს დააპატიმრეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ხელმძღვანელები, მათ შორის ქაფიცა შულუკაშვილის შეფიცულები. ამ სახელის ქსენებით 1924 წელს დაწერილ რომანში ჯავახიშვილი თეიმურაზის პირად სულიერ ლოდინს პირდაპირ აკავშირებს ეროვნულ განმათავისუფლებელი იდეის ლოდინთან. ანუ ეს აღარ არის უბრალოდ ერთი დამარცხებული კაცის ლოდინი, არამედ მთელი ერის ლოდინი. იახ, თეიმურაზი ამ ფინალში უკვე აღარ არის მხოლოდ უნარო არისტოკრატი. ის გარდაიქმნება საქართველოს სულის სიმბოლოდ, რომელიც დამარცხდა, გაიძარცვა, მაგრამ არ მომკვდრა. ის მოთმინებით რწმენით ელის თავისი დროის დადგომას, თავისი კუთვნილის დაბრუნებას. ეს არის წარმოუდგენლად ძლიერი, იმედიანი ფინალი, რომელიც შენიღბულია პასიურ ლოდინში, მაგრამ სინამდვილეში ეროვნული აღორძინების იდეას ატარებს. ასე რომ თუ შევაჯამებთ, ჯაყო ხიზნები ბევრად მეტია, ვიდრე ერთი თავადის ოჯახის დანგრევის ისტორია. ეს არის ურთულესი მრავალფენიანი ალეგორია მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ კატასტროფაზე. ეს არის ერის სულის დიაგნოზი. ჯავახიშვილი იკვლევს კონფლიქტს განათლებულ, მაგრამ უმოქმედო წარსულსა და ბრუტალურ, მაგრამ სიცოცხლისუნარიანაც მყოს შორის. მართალია. კონფლიქტს რწმენასა და შემგუებლობასა, ეროვნულ იდენტობასა და უცხოურ მტაცებლურ ბატონობას შორის. და ამ ტოტალური ნგრევის ფონზე ის მაინც პოულობს იმედის ნაპერწყალს სულიერ აღორძინებასა და ჩუმ მომთმელ ლოდინში. და ბოლოს, თქვენი ანალიზისთვის, მინდა დაგიტოვოთ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი თქვენივე წყაროებიდან. როგორც ჩანს, ჯავახიშვილი რომანის გაგრძელებაზე ფიქრობდა. ამ გაგრძელებაში უნდა გამოჩინილიყო ახალი პერსონაჟი, ახალგაზრდა ნინიკა, რომელიც დაამარცხებდა ჯაყოს და დაიბრუნებდა მარგოს, ანუ საქართველოს. საინტერესოა. ეს გაგრძელება არასდროს დაწერილა. მაგრამ დაფიქრდით, რაზე მიუთითებს ამ მესამე ძალის, არც ძველი უუნარო არისტოკრატიის, თეიმურაზის და არც უცხოელი დამპყრობლის ჯაყოს, არამედ სრულიად ახალი ქართული თაობის გამოჩენის იდეა. რას გვეუბნება ეს ჯავახიშვილის საბოლოო ხედვაზე, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ?